ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემას რუბრიკით შეკითხვები ექიმს და ესეთი უწყინარი ჩივილები, როგორიც არის სისხლდენა ღრძილებისგან, ან თქვათ მგრძნობელობა კბილების შეწითლება ღრძილების, შესაძლებელია თავიდან ამას ყურადღება არ მივაქციოთ მანამ, სანამ ჯანმრთელ კბილს არ დავემშვიდობებით. ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს რომის საპიენცას უნივერსიტეტის მაგისტრანტი თიანა ცვლიშვილი. გამარჯობა ქალბატონო, თიან ვიხარია თქვენი სტუმრობა. მხოლოდ ღრძილების ანთების დროს უნდა მოგაკითხოთ პაციენტმა პაროდონტოლოგებს თუ არსებობს სხვა მდგომარეობები და დაავადებები, რომლის დროსაც უნდა მოვიდეთ თქვენთან კონსულტაციაზე. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ძალიან სასიამოვნოა. პაროდონტოლოგი კი არა მხოლოდ ამ პაროდონტის და ღრძილების ანთებას და სისხლდენას მკურნალობს, არამედ ბევრ სხვა მისიასაც ასრულებს, იმიტომ რომ პირისგუს ჯანმრთელობა არ ნიშნავს მხოლოდ ღრძილების ანთების მკურნალობას. ძალიან ხშირად ჩვენ გვიწევს ხოლმე ღრძილის რეცესიის დახურვა. ეს არის, როდესაც ღრძილი მოკლდება, კბილი გრძელდება და ფესვი შიშულდება. ან კიდევ პირიქით ზოგ პაციენტს აწუხებს ზედმეტი ღრძილები, აი რომ იღიმიან, გინახავთ ალბათ ხო, რომ ღრძილი უფრო მეტად უჩანს ვიდრე კბილები და ამას ღრძილოვან ღიმილს ვეძახით და მის კორექციას ვაკეთებთ. ასევე ძალიან ხშირად იმპლანტის შემდგომი გართულებების მკურნალობა გვიწევს, ეს იქნება ანთებითი სახის თუ ესთეტიური დისკომფორტის, როცა სადღაცას ღრძილი აკლიან, მოკლიან, ქსოვილების სისქი არ არის საკმარისი და ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ პაროდონტოლოგები და ეს არ არის მხოლოდ ასე რომ ვთქვათ ანთების მკურნალობა და კბილის გადარჩენა. ეს კითხვები ახლა ჩვენ რაც თქვენთვის გვაქვს მომზადებული, არ არის ჩვენი კითხვები, ეს არის სიტყვასიტყვით მაყურებლის მიერ დასმული კითხვები და ძალიან გთხოვთ რომ როგორც დაიწყეთ, ესე გასაგებად განუმარტოთ მათ ყველა მათ შეკითხვაზე პასუხი და უნდა წავიკითხოთ. ერთ რამეში მსურს გარკვევა, პაროდონტოლოგი ქირურგიაა თუ არა? ძალიან საინტერესო კითხვა. ჩვენ თუ ავიღებთ ევროპულ ქვეყნებს, სადაც პაროდონტოლოგია ცალკე სპეციალობად არის გამოყოფილი და ასევე ამერიკაში, სადაც 100 წელზე მეტია უკვე პაროდონტოლოგების ასოციაციაც კი არსებობს. 1914 წელს შეიქმნა პირველად, სხვა შორის ქალები იყვნენ პირველები, ვინც შექმნეს, ორი ქალი იყო. იქ ქირურგი არის პაროდონტოლოგი, ანუ პაროდონტოლოგი ისვავს დიაგნოზს, გეგმავს მკურნალობას, არაქირურგიულ ეტაპს აკეთებს ან პირისგუს ჰიგიენისტი, ან ზოგადი პროფილის ექიმი და მას შემდეგ, როდესაც საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, ის აკეთებს ოპერაციებს. თუმცა ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეგ სპეციალობა, როგორც არის სხვა ქვეყნებში და მაგისტრატურა და ასე შემდეგ და ამიტომ მე მიწევს აქ გავაკეთო არაქირურგიას და ქირურგიაც. თუმცა ალბათ ის მაყურებელი გულისხმობდა იმას, რომ ძალიან ხშირად პაროდონტოლოგთან როცა ხვდებიან, უკეთებენ მალამოთერაპიას 10 დღე პაციენტი რომ დადის და რაღაცებს რომ ღრძილებს ასე რომ ვთქვათ აპლიკაციური მეთოდით მკურნალობენ, ან შეიძლება უტარებენ რაღაცა ლაზეროთერაპიას, 1000 ვარიაციები არსებობს. ეს რეალურად პაროდონტიტის მკურნალობა, ან ღრძილების ანთების მკურნალობა არ არის. ესეთი პრაქტიკა არც ევროპაში და არც ამერიკაში არამც თუ ეხლა არ არის, არც არასდროს არ ყოფილა და ეს არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. თია, შემდეგი შეკითხვა არის ასევე ჩვენი მაყურებლის, მხოლოდ სისხლდენა საკმარისი ანთების დიაგნოზის დასასმელად თუ აუცილებელია ასევე იყოს უსიამოვნო სუნი, კბილების მორყევა და ასე შემდეგ სხვადასხვა პრობლემები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პაციენტმა რომ დაუსვას თავის თავს დიაგნოზი, რომ რაღაც პრობლემა აქვს, დიახ, მაგრამ უკვე როდესაც პროფესიულ დონეზე მივდივარ, თუ ეს სისხლდენა რასთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ხო ვიცით, რომ სიმპტომი არასდროს არ ნიშნავს ერთ და იგივე დაავადებას, ხო? ეხლა შეიძლება ახველებდე და ეს ალერგიული იყოს და არა, თქვათ, ფილტვების ანთების ან ბრონქიტის მაჩვენებელი. ამიტომ თუ რატომ არის სისხლდენა, მაშინ უნდა მივიდეს პაროდონტოლოგთან და მოხდეს ამის გამოკვლევა და აქაც გვაქვს დიდი გარღვევა საბჭოთა მიდგომასა და ევროპულ და ამერიკულ მიდგომას შორის, იმიტომ რომ ევროპაში და ამერიკაში ჩვენ პაციენტს აუცილებლად ვიბარებთ დაახლოებით საათნახევარის განმავლობაში, სადაც არა მარტო უკრიბავთ ანამნეზს მის ზოგად ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ან პირისგუს მოვლის ჩვევებს ვარკვევთ, ასევე ვუტარებთ ფოტოპროტოკოლს, ანუ ჩვენ აუცილებლად ვიღებთ მის კბილების და ღრძილების მთელი პირისგუს მდგომარეობას ფოტოაპარატის, ციფრული ფოტოაპარატის საშუალებით, შემდეგ ვაკეთებთ პაროდონტულ რუკას, ანუ თითეული კბილის გარშემო ვზომავთ მორყევას, კბილღრძილოვან ღარს, იქ არის კიდევ ჩირკდენა, სისხლდენა, ფურკაციის დაზიანება, ბევრი პარამეტრები გვაქვს და აუცილებლად რენტგენოლოგიურ კვლევას და მხოლოდ აი ამ ყველას ერთად შეერთებით ხდება დიაგნოზის დასმა და გარკვევა. ეს არის უბრალოდ თქვათ ნადებით გამოწეული გინგივიტი ან პაროდონტიტი თუ რაღაც კბილთან დაკავშირებული პრობლემა, შეიძლება იყოს კბილის პერფორაცია, გაბზარვა, არ ვიცი, კიდევ ბევრი რაღაც მიზეზები, შიდან გაირეზოფცია, ანუ ბევრი რაღაც მომენტებია, რაც პაროდონტოლოგმა უნდა გამოიკვლიოს. საბჭოთა კავშირი ახსენეთ წერან თქვენთან, როგორც ქირურგიის ბევრ დარგში, აქაც თავიანთი შეხედულებები ქონდათ. უბრალოდ მაშინდელმა ამ სივრცემ არ იცოდა რა ხდებოდა რეალურად დასავლეთში, სად ხდებოდა განვითარება და მე ჩემი აზრით ეს კვალი განსაკუთრებით გადიოდა ქირურგიაზე.
და ერთ-ერთი გამოვლინება ის, რომ ისინი თვლიდნენ, რომ ეს ღვიძლების ანთება არაფერი არ ეშველება. ქრონიკული პროცესია, ადრე თუ გვიან დამთავრდება კბილთან გამომშვიდობებით და გმირობა და მიღწევა არის ის, რომ გვიან იყოს ეს. რა ხდება რეალურად და რა ხდებოდა მაშინაც რეალურად. გეთანხმებით აბსოლუტურად ყველაფერში და ყველაზე დასანანი ის არის, რომ როგორც ადამიანი არ ჩერდება, რა ვიცი, პროგრესი არ ჩერდება ნებისმიერ დარგში, არც პაროდონტოლოგიაში არ ჩერდება და დასანანი ის არის, რომ ეს მდგომარეობა, რომ პაროდონტიტის მკურნალობა შესაძლებელია, ანუ ეს ინფორმაცია უკვე 80-იან წლებში წინა საუკუნეში იცოდნენ. ანუ 40 წელზე მეტია ვიცით როგორ უშველოთ პაროდონტიტს. იცოდნენ განვითარებულ სამყაროში და არა საბჭოთა კავშირში. დიახ, მაგას ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენამდე ბევრად უფრო ადრე უნდა ჩამოეღწია, მით უმეტეს თუ ვიტყვით, რომ 90-იანებში უკვე გაიხსნა ეს გზები და შეგვეძლო რომ გაგვეგო ხო რა ხდებოდა ჩვენი სამყაროს გარეთ და დღეს ეს შესაძლებელია. პათოლოგიური თანკბილვა არის თუ არა გამომწვევი პაროდონტიტის და რა კავშირია ამ ორ პრობლემას შორის? ესეც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტიურად ახლა ჩვენ მითებზე და რეალობაზე ვსაუბრობ და ესეც ერთ-ერთი მითია, რომ პათოლოგიური თანკბილვა იწვევს პაროდონტიტს. 50-იანებში და 60-იან წლებში ექიმები დაობდნენ იმაზე, რომ ტრავმული ოკლუზიას, ანუ არასწორ თანკბილვას შეეძლო თუ არა პაროდონტიტი გამოეწვია და იყვნენ ადამიანები, ვისაც ჯეროდათ, რომ კი იწვევს და იყვნენ ადამიანები, ვისაც ჯეროდათ, რომ არა. და ისინიო არა უბრალოდ ერთმანეთს თქვათ დისკუსიაში შედიოდნენ ერთმანეთთან, არამედ ერთმანეთს უყვიროდნენ და არ ელაპარაკებოდნენ ამ თემაზეო. და უკვე 70-იან წლებში გადაწყდა და დამტკიცდა კვლევებით, რომ რაც არ უნდა ცუდი დატვირთვა მიცე კბილს, პაროდონტიტი არ ემართება და 50 წელზე მეტია რომ ვიცით, რომ პათოლოგიური თანკბილვა პაროდონტიც არის. ანუ ვიღაცამ გააშველა ეს დაწაკებული მსოფლიო. და დღეს ამაზე არ დაობენ, მაგრამ საქართველოში სამწუხაროდ გამიგია ხშირად ეს დავა ექიმებს შორის. სავარაუდოდ მაგ ინფორმაციასთან ჩვენ მაყურებელსაც პაციენტი ვახსენებ ამის აქვს რაღაცა წვდომა, იმიტომ რომ ძალიან სწორად სვავს კითხვას. პაროდონტიტის დროს დასაშვებია თუ არა ბრეკეტების სამკურნალოდ გამოყენება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს პაროდონტიტი, მან უმკურნალა, მაგრამ იმის გამო რომ ქონდა პაროდონტიტი, ძვალი დაეშალა და კბილებმა გადანაცვლება მოახდინეს, ხო, ძალიან ხშირად აი რომ შორდებიან ერთმანეთს, ან პირიქით ჩამოიწევა, ან რაღაცა მოკლედ სივრცე ხდება. დიახ, ეს რა თქმა უნდა ამძიმებს კბილების ფუნქციონირებას, ხო? თავისთავად სასურველია რომ ის კბილები უკან სწორ პოზიციაში დავაფიქსიროთ და ამ შემთხვევაში ბრეკეტებით მკურნალობა შესაძლებელია და ჩვენთან კლინიკაში უმძიმესი ფორმის პაროდონტიტის მქონე პაციენტებსაც კი უკეთებთ ამ მკურნალობას და შესაბამისად ვაბრუნებთ კბილებს თავის ადგილას. ესეთი საინტერესო შეკითხვა გვაქვს კიდევ. ზოგ ადამიანს ღიმილის დროს დიდად უჩანს ღვიძლები და ნაკლებად კბილები. ეს რაიმე დაავადებაზე მიუთითებს თუ ბუნებრივადაც შეიძლება ასეთი ღიმილი ქონდეს. შესაძლებელია თუ არა ამის კორექცია? ღვიძლოვანი ღიმილი, დიახ, ესეთი ტერმინიც არსებობს, რომელიც მიუთითებს იმას, რომ ღვიძლი ჩანს 2 ან 3 მილიმეტრზე მეტად, ანუ 3 უკვე ძალიან ბევრი არის. შეიძლება რა თქმა უნდა იყოს პათოლოგია, ერთის მხრივ ანთების გამო შეშუპდა ქსოვილები და მაგიტო, მეორეს მხრივ შეიძლება იყოს ჭარბის ზრდა, რაც შეიძლება იყოს განპილობებული უმეტესად რაიმე პრეპარატების მიღებით და მე ვისარგებლებ ახლა ამ შემთხვევით და მინდა რომ ჩემს კოლეგებს, რომლებიც არიან კარდიოლოგები, განსაკუთრებით იმიტომ რომ ესეთი პაციენტები ძალიან ბევრი ყავს, ხაზი გაუსვა და მივაწოდო ინფორმაცია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არ იციან ხოლმე, მაგალითად კალციუმის არხის ანტაგონისტები ძალიან ხშირად იწვევენ ღვიძლების ჭარბსდას. ასევე შეიძლება იყოს იმუნოსუპრესორები, მაგალითად თირკველია გადანერგილი და ისინი იღებენ ძალიან ბევრი პაციენტი მყავს მსგავსი, ვისაც აქვს ჭარბის ზრდა. ასევე შეიძლება იყოს ესე იგი უკაცრავად ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები, უკვე ბოლო თანამედროვე არა, უფრო ადრინდელი პრეპარატები, რომლებიც ასევე შეიძლება გახდეს ღვიძლის ჭარბისდის მიზეზი. თუმცა ერთი მომენტი არის გასათვალისწინებელი ის რომ ახლა რაღაცა ჩვენ კოლეგებთან პრეტენზიის საყენება რო არ გამოგვივიდეს, მაინც ადამიანის ნებისმიერი გადაწყვეტილება სამკურნალო გადაწყვეტილებაზეა საუბარი, მისი სიცოცხლის დაცვიდან, გამოდის და ნაკლებად ესთეტიკიდან, შესაბამისად თირკმელ გადანერგილს იმუნოსუპრესიას ვერ მოუხსნით, კალციუმის ანტაგონისტი ვისაც ჭირდება ვერ მოუხსნი და მით უმეტეს ეპილეფსია ვისაც აქვს მას პრეპარატს ვერ მოუხსნი. გამოსავალი სად არის? ნახეთ, რა თქმა უნდა, ვისაც ეპილეფსია აქვს და ვისაც რაიმე ესე იგი გადანერგილი აქვს, ამას ვერაფერს ვერ უხსნით, უბრალოდ პაციენტს ვაფრთხილებთ, რომ მათ ანთება უნდა აკონტროლონ მაქსიმალურად, რომ ანთება არის ტრიგერი.
ხდებით, ანუ ანთება თუ არ ექნება, მაშინ ის პრეპარატი მის საწინააღმდეგო ჭარბისდით არ იმუშავებს. მაგრამ თუ ჩვენ კარდიოლოგებზე ვსაუბრობთ, არის ხოლმე ხანდახან შესაძლებელი, რომ ჯგუფი შეუცვალონ, ყოველ შემთხვევაში ცადონ. კი არიან პაციენტები, ვინც უკვე მოდიან და მეუბნებიან, მე იცი ბევრი პრეპარატი ვცადე და აი მარტო ამ პრეპარატზე მაქვს შედეგი. ამას ვერ ვეტყვი, რომ ეხა წადი და გამოიცვალე, მაგრამ როცა აი თქვათ ახალგაზრდა შედარებით ახალგაზრდა იწყებს ჰიპერტენზიის მკურნალობას და ჯერ აი ეხლა დაიწყო რაღაც პრეპარატების მიღება და ხედავთ ამ შედეგს 3 თვეში პრეპარატის მიღება და 3 თვეში იწყება ჭარბის და შესაბამისად ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ რომ შეცვალონ. ქირურგია არის თუ არა გამოსავალი, მოკლედ ვერ დავსვიკითხო ბოლომდე. ქირურგია არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ მიზეზი არის პრეპარატი და ანთება. შესაბამისად ჩვენ ანთების კონტროლი შეგვიძლია თუ პრეპარატს ვერ ვცვლით. იმ შემთხვევაში, როდესაც არ იღებს მედიკამენტს და ეს არ არის გამოწვეული მედიკამენტების გამო, ესეთი პაციენტებიც არსებობენ. მართავს 4 მიზეზი, რის გამო შეიძლება დაემართოს. ერთის მხრივ შეიძლება იყოს თვითონ ზედაყბის სხეული, ცხვირსა და ასე რომ ვთქვათ, კბილებს შორის ნაწილი გაიზარდოს ზედმეტად და მას ორთოგენათიური ქირურგიას ვეძახი ჭირდება, ანუ ყვასახის ქირურგი, რო უტარებს ფაქტიურად პლასტიკურ ოპერაციას. ან შეიძლება იყოს ტუჩის ჰიპერმობილობის ამბავი, ანუ ანატომიურად კბილები, გრძილები ნორმაშია, მაგრამ რო იღიმის ეს ტუჩების ამწევი და გამწევი კუნთები ამ ღიმილს ასე რომ ვთქვათ, უფრო ფართოდ აჩენენ. ზომაზე მეტად იხსნება. დიახ, ნუ ამ დროს შეიძლება ბოტოქსი იყოს გამოსავალი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ის დაახლოებით 1/3 აქვს ეს, როცა დაგვიანებულია მოჭრალი კბილების, ანუ როდესაც ბოლომდე არ მოიჭრება და გრძილი და ძვალი ზედმეტად ფარავს. აქ უკვე ქირურგიაა გამოსავალი და ჩვენ ვერთვებით ხოლმე პაროდონტოლოგები. და ერთსაც ვიტყვი, მეოთხე მიზეზი რო არ თქვა არ შემიძლია, ზოგ პაციენტს აქვს ცვეთა. კბილების ცვეთის დროს, ანუ ბუნებამ ესე შექმნა, რომ კბილი როდესაც ცვდება, ამოიჭრება თავისი მდგომარეობიდან, ექსტრუზიას ვეძახით და ცვეთის დროს ხდება კომპენსატორული ამოჭრა და გრძილების დაგრძელება და ამ დროსაც ქირურგია არის გადამწყვეტი. ნუ ესთეტიურად დამეთანხმებით, რომ უფრო პაციენტისთვისაც, ექიმის ყველასთვის უფრო თვალში საცემია, როდესაც არის რეცესია. პირიქით, როდესაც შევხედავ და გრძილი აკლია. ამ შემთხვევაში რა არის გამოსავალი, მისი მართვა, კონტროლი და ზოგადად ამაზე რა ვისაუბროთ. პირველ რიგში მიზეზი არის მოსაძებნი. უმეტეს შემთხვევაში ეს არის ხოლმე აგრესიული ხეხვა. უმეტესობა ადამიანის იწყებს კბილების ხეხვას ერთი და იგივე ადგილიდან. მემარჯვენეები მარცხნიდან, უმეტესობა და მემარცხენეები პირიქით. და როდესაც ადამიანები იწყებენ ხეხვას, ფიქრობენ, რომ აი კარგად მინდა გავიხეხო და ის პირველი რამოდენიმე წამი არიან მონდომებულები. და ამ ადგილებს უფრო მეტ მოძრაობით იხეხავენ, უფრო მეტი ესე იგი ზეწოლი და უფრო მეტი კბილის პასტით, რომელიც აბრაზიულია, ხო, კაწრავს. და შესაბამისად მე 15-20 წამში ეს მოტივაცია სადღაცას ქრება და უკვე შიგნითა ზედაპირებს ან სხვა კბილებს არ ეხებიან და გამოდის რომ ის ადგილი ცვდება და თუ ადამიანს აქვს თხელი ფენოტიპი, ანუ თხელი ღრზილები, შესაბამისად შეიძლება განვითარდეს რეცესია და პირველი რჩევა რომ ყოველთვის დაიწყეთ ხეხვა სხვადასხვა ადგილიდან და ნუ მივაკვდებით ერთ ადგილს, იმიტომ რომ მე შეიძლება გახდეს რა საოპერაციო. ბევრი პრობლემა შეიძლება მოყვეს დენტალური იმპლანტის შემდგომ პერიოდს. დაახლოებით რა რჩევებს მისცემთ პაციენტებს, რა პრობლემებია უფრო ხშირად განვითარებული ამ შემთხვევაში? ჯერ უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ იმპლანტაცია მოიფიქრა ასე რომ ვთქვათ, კაცობრიობამ იმისთვის, რომ უკბილობისთვის ეშველა. და არა იმისთვის, რომ კბილები ამოეღოთ და მისმაგივრად ჩაესვათ. გვაქვს საშინელი სტატისტიკა იმისა, რომ უფრო მეტი კბილების დაკარგვა ხდება, ვიდრე გადარჩენა და ისეთი კბილების დაკარგვა, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია და არ უნდა მოხდეს ესე და რომ უნდა მაქსიმალურად ჩვენი მთავარი პირველი სტრატეგია პაციენტთან ურთიერთობისას არის კბილის გადარჩენა. იმპლანტაციური მკურნალობა არ არის ერთდღიანი მკურნალობა. ეს არის მთელი სიცოცხლის განმავლობაში. შენ რომ იმპლანტს იკეთებ, კბილი რო არ გაქვს და ძალიან ხშირად მყავს პაციენტი, რომელიც ამბობს, მე ხო კბილი ამოვიღე, რა თუნდა ეხა ამას მოვლა. ხო და არა, იმპლანტს რო იკეთებ, 10 ჯერ მეტი მოვლა ჭირდება იმ იმპლანტს, ვიდრე შენ კბილს ჭირდებოდა. იმიტომ რომ მე შეიძლება განვითარდეს ზუსტად აი ეს გინგივიტის და პაროდონტიტის მსგავსი მუკოზიტი და პერიიმპლანტიტი, რის შედეგადაც უფრო სწრაფად მიმდინარეობს ძვლის დაშლა და თუ კბილი 20 წელი იყო პაროდონტიტი და 20 წლის მერე დავკარგეთ, აქ შეიძლება 5 წელიწადში დაიკარგოს. იმპლანტი თვითონ და საბოლოო ჯამში პაციენტს ხო არა იმპლანტი სურს, არამედ გვირგვინი სურს, ხო, რომ დააღეჭოს. და შესაბამისად მას გონია, რომ გვირგვინი ხელოვნურია და მოვლა არ უნდა, მაგრამ ის ავიწყდება, რომ ეს იმპლანტი ცოცხალ ორგანიზმშია ჩასმული და ამ ცოცხალ ორგანიზმს მოვლა ჭირდება. რა არის ყველაზე ხშირი გართულება
ყველაზე იმპლანტაციის ხშირი შემდგომ. გართულება არის, რა თქმა უნდა, რაც დაახლოებით 1 წლის თავიდან იწყება ხოლმე. ეს არის რბილი ქსოვლის ანთება, თუ ამას არ მივხედეთ, გადადის მაგარი ქსოვლის ანთებაში, რასაც პერიიმპლანტიტი ქვია. ასევე შეიძლება იყოს, აი როგორც რეცესია კბილის გარშემო, იმპლანტის გარშემო შეიძლება მსგავსი მდგომარეობა აღმოჩნდეს და ამის მკურნალობაც ასევე ქირურგიულად ხდება, ოღონდ გააჩნია რა ფორმა არის და შესაბამისად ყველაზე ცუდი გამოსავალი თუ არასწორად არის გაკეთებული ან არ ინტეგრირდა, ეს გამოსაღები არის საერთოდ იმპლანტი და თავიდან არის დასაგეგმი ყველაფერი. რას გულისხმობს იმპლანტის მოვლა და აი ეს ცოტა უფრო დეტალურად რა აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. ანუ როგორც კი გაკეთდება გვირგვინი, მე არ ვამბობ რომ იმპლანტი ჩაისვას, შეიძლება იმპლანტი ჩაისვას და რამოდენიმე თვეში გაკეთდეს ხო გვირგვინი, ან შეიძლება ერთდროულად მოხდეს ან თავიდან დროებით მერე მუდმივი. დიახ, აი რომ მუდმივი როცა უკვე დამზადდა. უნდა აუცილებლად დაახლოებით 1 თვის განმავლობაში მიაკითხოს პაროდონტოლოგს, რომელიც ჩაუტარებს სრულ დიაგნოსტიკას, ასახავს თუ რამდენ მილიმეტრიანი ღარები არის იმპლანტის გარშემო, ნახავს რბილი ქსოვილების მდგომარეობას, არის თუ არა ყველაფერი ჯანმრთელად შეხორცებული და ასევე რენტგენოლოგიურად ძვლის მდგომარეობას. მე 1 წლის განმავლობაში 3 თვეში ერთხელ უნდა იაროს პაროდონტოლოგთან, იმიტომ რომ ჩვენ მაგ პირველივე დღეს ვასწავლით როგორ უნდა მოუვაროს და ხანდახან ეს კონსტრუქციები ძალიან რთული კონსტრუქციებია, თუ ბევრ ადგილას აკლია, ვთქვათ, კბილი, რაღაც თლიანი კონსტრუქცია თუ იქ ასე რომ ვთქვათ, შეძრომა, გამოძრობა და გამოსუფთავება ესეთი მარტივი არ არის. ამიტომ ამას ფაქტიურად პატარა ტრენინგის სახი აქვს ხოლმე, როცა პაციენტს ვასწავლით და მე კიდე მოდიან და ბრუნდებიან ერთ კვირაში და ვამოწმებთ როგორ გამოსდით. პირველი ნიშანი რომ რაღაცა არ არის კარგად არის, როდესაც არის სისხლდენა და ზონდირების დროს სისხლდენა იმპლანტის გარშემო არ უნდა იყოს. თუ ანთება წავიდა, კბილისგან განსხვავებით იმპლანტის გარშემო ჩირკდენა იწყება ხოლმე, უფრო ხშირად ვიდრე სისხლდენა და ჩირკდენა უკვე გაჩვენებს, რომ რაღაცა იქ ქსოვილებს არ მოსწონს. თავისთავად ამ დროს ნუ რენტგენოლოგიური გადამოწმებაც ხდება ხოლმე და ამ ეტაპზე ამის მკურნალობა უფრო მარტივია, ვიდრე როდესაც იმპლანტის გარშემო ძვლის ანთება ვითარდება და უკვე ღარი შიშვლდება პირისყრუში ფაქტიურად, ხო? და ის თუ გაშიშვლდა და დაინფიცირდა ბაქტერიებით, არ არსებობს სოფლიოში ან ნივთიერება, ან წამალი, ან რაიმე აპარატი, რომელიც იმ ღარიდან ბაქტერიის ამოღებას, ანუ ჩვენ ვეძახით დეკონტამინაციას მოახდენს და თუ ვერ მოახდინა ინფექციის ალაგება, ნიშნავს, რომ ეს პროცესი წავა და წავა. ამიტომ პერიოდული დაკვირვება და სახში სწორი მოვლა არის გარანტი იმისა, რომ ეს იმპლანტი დიდხანს იქნება პირისყრუში. უღრმესი მადლობა, რამდენი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ. თქვენ მადლობა, რომ მადლობა სტუმრობისათვის.